ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართება ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქშია საგარეო საქმეთა მინისტრი. უკვე გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, მათ შორის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ საქართველო კარგად მუშაობს და ქვეყანა წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ. ჯოზეფ ბორელმა მოუწოდა საქართველოს გააგრძელოს ამ გზით სიარული. ბრიუსელიდან პირდაპირ ეთერში ქეთევან ქარდავა გვიერთდება. საქართველომ ამ კვირაში უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან არსებობს ამისთვის საფუძველი და უნდა მყარი გახდეს ის ურთიერთობები, რაც არის ძალიან მჭიდრო ორგანიზაციასა და პარტნიორ საქართველოს შორის. ეს არის პოზიცია, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ მინისტერიალის დაწყებამდე, როგორც იცით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან დიპლომატები ახლა მსჯელობენ ყველა იმ საკითხზე, რაც უკავშირდება გაფართოებას და სამიტის მოსამზადებელ სამუშაოს. ჩვენ ყველას ვკითხეთ, თუ რას ფიქრობენ ისინი, რა იქნება სწორი გადაწყვეტილება და რა იქნება ის ლოგიკური გაგრძელება ევროკომისიის დასკვნის შემდეგ სამიტზე უკვე და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან სჭირდება საქართველოს, რათა წელი წარმატებით დაასრულოს და შემდეგ უკვე დაიწყოს მოლაპარაკებები იმაზე, თუ როგორ შესრულდეს 9 რეკომენდაცია, რათა გაიხსნას წევრობისთვის საჭირო მოლაპარაკებები ევროკავშირთან. არც ერთ მინისტრს, ვისაც ჩვენ დღეს ვესაუბრეთ აქ მინისტერიალამდე, არ დაუკავშირებია უნგრეთის, უკრაინის და მოლდოვას საკითხი საქართველოსთან. პირიქით ისინი ამბობდნენ, რომ ახლა არის ისტორიული მომენტი, აუცილებელია საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ამის ყველანაირი ნიშანი და საფუძველი არსებობს. რაც შეეხება უკრაინა, მოლდოვას, ისინი თვლიან, რომ მოლაპარაკებების გზით შეიძლება ეს პრობლემა გადაიჭრას, ვინაიდან ახლა არ არის ის დრო მომენტი, რომ გაჭიანურდეს გადაწყვეტილებები, ვინაიდან ისტორია ლიდერებს ამ შეყოვნებას და გადახედვას ამ ურთიერთობების არ აპატიებს. კარგი ახალი ამბავია, რომ საქართველოს წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ. ყველა ანალიზი ევროკომისიის წინადადებების საქართველოზე პოზიტიურია. მე მოუწოდებ საქართველოს გააგრძელოს ეს გზა. მე აუცილებლად ველი, რომ ამ კვირას საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მე ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მკაფიოა, რომ არა მხოლოდ ხალხს სურს ძალიან ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს. ეს ძალიან დადებითია და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაგეხმაროთ საქართველოს რეფორმების გზაზე. აღმოსავლეთ პარტნიორობა უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა ევროკავშირის მხრიდან. ეს არ არის ალტერნატივა ქვეყნებისთვის და გეოსტრატეგიული რეალობაა. ევროპის აღმოსავლეთით იქნება ევროკავშირი ან რუსეთის გავლენების სფერო და ჩვენ დემოკრატიული ქვეყნების ბლოკს გვაქვს უმნიშვნელოვანესი მისია გავაფართოვოთ მეგობრობა, ჩვენი შესაძლებლობები და გავამყაროთ კავშირები. ვხედავთ, რომ ამ ქვეყნებს სურთ ჩვენთან მუშაობა. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია საქართველოსთან და საკმაოდ პოზიტიურად ვართ განწყობილი საქართველოში ბევრი რეფორმის გატარებაში პროგრესის ნიშნების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მომავალი გადაწყდება პარასკევს. გადაწყდება იმ გადაწყვეტილებებით, რომელსაც ევროპული საბჭო მიიღებს გაფართოების შესახებ. ვფიქრობ, ამ სამიტის შემდეგ სხვაგვარ აღმოსავლეთ პარტნიორობას ვიხილავთ. თუ რამდენად განსხვავებულს, ამაზე ორშაბათს საუბარი ნაადრევია. წინ არის დისკუსია. მე იმედიანად ვარ განწყობილი. იმედი გვაქვს გვექნება ახალი ფორმით ინიციატივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ინიციატივის მონაწილე რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირთან იქნება ისე ახლოს, როგორც არასდროს და საქართველოს მათ შორის. ვიმსჯელებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე უსაფრთხოებაზეც, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ომს აქვს გავლენა თითოეულ მათგანზე. ამიტომაა დრო სტრატეგიული გადაწყვეტილებებისთვის. თუ ასე არ იქნება, მოგვიწევს უმძიმესი ფასის გადახდა. ახლა იდეოლოგიების შეჯახება მათ შორის, ვისაც სურს ევროკავშირი ძლიერი იყოს და მათი ვისაც საერთოდ არ სურს ევროკავშირი. უნდა ვიყოთ რაციონალური და ეს პრობლემა გადავჭრათ. ესტონეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, რაც შეეხება საქართველოს. ესტონეთი ასევე მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს კვირა ძალიან დაძაბული იქნება და უფრო მეტიც, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაძაბული და სირთულეებით სავსე დისკუსია გველოდება. როდესაც გაფართოებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის მიმართ პოზიციის დაფიქსირებას. ეს გადაწყვეტილებები განაპირობებს ევროკავშირის, ანუ ჩვენს მომავალს და როგორი იქნება სამომავლოდ ევროკავშირის უსაფრთხოება. თუ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს გაფართოების შესახებ, მაშინ არც კი ვიცი რა შეიძლება მოხდეს. ეს იქნება ძალიან მძიმე შეცდომა, ძალიან ცუდი გზავნილი.
დამანგრეველი ეფექტი ექნება ევროკავშირისთვის გაფართოების თვალსაზრისით თუ კი ლიდერები ვერ შეთანხმდებიან. ეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებია, ძალიან დიდი ინტერესი იყო მის მიმართ. კულებას ჩვენ ვკითხეთ საქართველოსაც თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის აზრით, რომ სამი ქვეყანა მოლდოვა, უკრაინა, საქართველო ისევ ერთად წავიდეს, ვინაიდან მიზანი არის გაწევრიანება და შესაძლოა რომ ერთი ფრონტით გამოსვლას უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეეძლოს. კულება ამბობს, რომ ეს პროცესი და შოკიდან და კომიდან გამოიყვანა ევროკავშირი უკრაინამ, ვინაიდან ბიძგი მისცა გაფართოებისთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმას. ახლა არის ის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა პირობა უნდა შეასრულოს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიდან აქ მინისტერიალამდე მხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ გაუკეთებია კომენტარი. კულება ახლა ხვდება მის კოლეგებს და ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს. There is one big team now. გაწევრიანების გზაზე და ახლა ერთი გუნდია და ეს გუნდი გაფართოების ჯგუფს წარმოადგენს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია პროგრესის მიღწევა ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებაში დამსახურებაზე დაფუძნებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა იყო ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირი გაფართოების კომიდან გამოიყვანა. 2 წლის წინ შეუძლებელი იყო ბრიუსელში გაფართოებაზე საუბარი. ამაზე ვერ ისაუბრებდა ვერც უკრაინა და ვერც სხვა. ვერ გავიმარჯვებდით ამ თემაზე დისკუსიაში იმ დროისთვის ვერც უკრაინა და ვერც საქართველოს ევროპული პერსპექტივაც კი რომ მიგვეღო. ამიტომ არ უნდა დაკარგოს ევროკავშირმა ეს მომენტი გამოღვიძებს და არ უნდა გაუშვას ეს შანსი. ევროკავშირის სიძლიერე გაფართოებაშია. ეს იქნება უდიდესი ისტორიული შეცდომა. ამას ექნება დამანგრეველი შედეგები ყველასთვის, რადგან ეს ეხება არა მარტო სპეციფიკურ ქვეყნებს, ეს ევროკავშირის მომავალზეა. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სიძლიერეზეა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვა დაუსვია ასევე ორბანის იმ განცხადებაზე, როდესაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უკრაინა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა აქ განაცხადა, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და არგუმენტი არის ის დასკვნა, რომელიც გამოაქვეყნა ევროკომისიამ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, თავად კულება ჩათვლით მიიჩნევენ, რომ არსებობს სივრცე მოლაპარაკებების და მოლაპარაკებების გზით იმ სირთულის გადაჭრის, რაც მიგვიყვას მოლაპარაკებების გახსნასთან უკრაინა, მოლდოვასთან და ასევე საქართველოს მიენიჭება ამ კვირაში კანდიდატის სტატუსი.